მოგესალმებით. როგორც სამდივნო მითხრა, ქორუმი გვაქვს. ჯერ რამდენიმე საორგანიზაციო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში მინდა კომიტეტის წევრებს ვთხოვოთ, კენჭი უყაროთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისი ხელმოწერები წარმოდგენილია. დავამატოთ დღის წესრიგს შემდეგი საკითხი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანდრი ოხანაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე. ვინ არის მომხრე? მადლობთ. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში გადავიდეს პირველ საკითხად, სულ ორი საკითხი გვაქვს და ასე დავამტკიცოთ მთლიანად დღის წესრიგი. ვინ არის მომხრე ამ შესწორებით დავამტკიცდეს დღის წესრიგი? კარგით, მადლობთ. ვინაიდან დღის წესრიგი უკვე გვაქვს, თუ სხვა წინადადებები არ გვაქვს, მაშინ ვთხოვოთ ბატონ ანრის წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომ გავყვეთ პროცედურებს. მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმებით ჩვენ საზოგადოებას. ჩემთვის უცხო არ არის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა. შესაბამისად პატივია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პატივია ჩემთვის თქვენ წინაშე საუბარი და შესაბამისად მახარებს ყოველთვის თქვენთან შეხვედრა. პირველ რიგში მსურს, რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული და გამორჩეული პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან. მსურს მადლობა გადაუხადო ბატონ გრიგოლი ლუაშვილს, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირება უზრუნველყო. მადლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანა. მსურს შევეხო იმ ძირითად საკითხებს და პრიორიტეტებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღები არაერთი ფაქტორი, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები. 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონალურ უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველოს გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ამდენად სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებაზე ძალაშია. აქედან გამომდინარე არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მთავარ
გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თამდები პროცესები. ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენება, ადამიანების უკანონო დაკავება, უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხთან მიმართებით უნდა აღინიშნოს ის ისტორიული გამარჯვებები, რომლებსაც საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე მიაღწია საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ. ამასთანავე განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებული ის გამარჯვებები, რომლებსაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად მიაღწია. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს აქტიური მუშაობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამასთანავე შესაბამისი მანდატის ფარგლებში გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, ამ მხრივ რესურსების მობილიზება. სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა. ამასთანავე გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. აქვე სურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჭიდრო და ნაყოფიერი კოორდინაციისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით. თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ჰიბრიდულ საფრთხეებს. საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების ცდილობები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც. აღსანიშნავია ისიც, ამასთანავე, რომ ჰიბრიდული საფრთხეების და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერდანაშაულები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად იმუშავებს აგრეთვე კონტრტერორისტული მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებას და სათანადო რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ამ მხრივ უწინდებურად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების საკითხებში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ტერორიზმის გლობალური ინდექსის 2025 წლის მონაცემების თანახმად საქართველოს ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალი ქვეყნების რიგშია. ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება. ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილე დანაყოფების შემადგენლობის უწყვეტ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომ დახვეწას. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო მიმართულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამოხელეო დანაშაულებში შესაძლო მონაწილე შესაბამის მოხელეთა გამოვლენა. ამ მხრივ სამსახური რეაგირებს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მიღებულ შეტყობინებებსა და სხვა სათანადო ინფორმაციაზე კორუფციული დანაშაულების შესაძლო ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით. სამსახური გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობასა და სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის 2025 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს კარგი შეფასების მქონე ქვეყნების რიგშია. ყველაზე მოხსენებულ გამოწვევასთან გამკლავებასა და სამსახურის საქმიანობის ჯეროვან განხორციელებას სათანადო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საჭიროება, შესაბამისად ყურადღება დაეთმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას, სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა და მნიშვნელოვანი როლი ექნება საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. მოგეხსენებათ ამ სააგენტოს როლის შესახებ და ამ თვალსაზრისით ყურადღება დაეთმობა აღნიშნული სააგენტოს ადამიანური რესურსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია აღნიშნული სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. დასკვნის სახით, რომ შევაჯამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც მოიცავს მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტრდაზვერვით, ოპერატიულ და საინფორმაციო ანალიტიკურ საქმიანობასთან, ჰიბრიდული საფრთხეების, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა საკვირველია, მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია და შესაბამისად ჩვენ ყველა სათანადო ფორმატში უზრუნველყოფთ პარლამენტთან თანამშრომლობას. სურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ თვეების განმავლობაში ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ ამ სამინისტროს საქმიანობის შემდგომ გაძლიერებაში. დიდი მადლობა თითოეულ იმ თანამშრომელს, ვინც ამ პროცესში იყო დაუღალავად ჩართული. კიდევ ერთხელ სურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველას იმ მნიშვნელოვანი წლებისთვის,
ვისთან ერთადაც მომიწია საქართველოს პარლამენტში კონკრეტული იმ საქმიანობაში ჩართულობა, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღირსეულად დაცვას და ვფიქრობ, რომ ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით. დიდი მადლობა ჩვენ საზოგადოებას იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოება იჩენდა იმ ნაბიჯების, იმ რეფორმების მიმართ, რასაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებდა. შესაბამისად, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მექნება პატივი, რომ განვაგრძო ამ ძალიან დიდი საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა და რა თქმა უნდა არ დავიშურებ ძალისხმევას იმისთვის, რომ ღირსეულად იყოს დაცული ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი ემსახურებოდეს ჩვენ ქვეყანას ღირსეულად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მზად ვარ შეკითხვებისთვის. მადლობა ბატონო ანდრი. არის მოსაზრება, რომ ვინაიდან შეიძლება კითხვები ეხებოდეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ხდომის ეს ნაწილი დაიხუროს. მაგრამ იცით, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნას დახურულ ხდომაზე. ამიტომ ვთხოვთ საქართველოს პარლამენტის წევრების გარდა დარბაზი დროებით დატოვოთ ყველამ, მერე ხდომა კენჭისყრამდე კვლავ გაიხსნება, რა თქმა უნდა.
ბატონებო, განვაახლოთ სხდომა. შესაბამის კითხვებს ბატონმა ანრიმ გასცა პასუხი. ახლა ჩვენ უნდა ვუყუროთ კენჭი დასკვნას. მე მთლიანად დასკვნას არ ჩაგიკითხავთ, მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც პროცედურებს შეეხება. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენი სურვილები 2-3 გამოსვლელის მეშვეობით და მეც მივიღებ ამაში მონაწილეობას და მე გადავიდეთ მეორე საკითხზე. მთლიანად არ ვკითხულობთ, როგორც გითხარით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205 მუხლის შესაბამისად მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ანდრი ოხანაშვილის კანდიდატურას. ამასთანავე იმ უცნობლობის გათვალისწინებით, რომ ანდრი ოხანაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის საკითხი კომიტეტის სხდომაზე ამომწურვად იქნა განხილული. კომიტეტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205 მუხლის მეხუთე პუნქტის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში კენჭსაყრილ საკითხებში შეტანა განხილვის გარეშე, ანუ შეტანილ იქნას განხილვის გარეშე. აი ამ დათქმებით ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ ბატონი ანდრი ოხანაშვილის კანდიდატურას იმ დათქმით, რომ განხილვის გარეშე იქნას. ახლა ვიდრე შემდეგ საკითხზე გადავალთ, რა თქმა უნდა, ასე ვერ გაგიშვებთ, რაღაც ორი თბილი სიტყვა რომ არ გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი წიაღიდან წამოსული ბრძანდებით პარლამენტის ყველას კარგად მოიხსენება, რომ ანდრი ოხანაშვილმა, ბატონმა ანდრი ოხანაშვილმა წლების განმავლობაში აჩვენა, რომ მას შეუძლია დიდი სახელმწიფოებრივი ამოცანებისთვის თავის გართმევა. მრავალჯერ შეეჭიდა ის დიდ სახელმწიფოებრივ ამოცანებს, ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა, როგორ აკეთებდა ამას, რა ორგანიზაციული სიძლიერით აკეთებდა ამას, ამის მოყოლას ხვებისგან ჩვენ არ გვინდა, ეს ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და ამავე დროს ჩვენმა მოსახლეობამაც იცის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საჯაროდ ხდებოდა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არ ვიტყვი, დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი ანდრი ოხანაშვილი ამ დიდ სახელმწიფო ამოცანასაც ფრიად ძალიან სერიოზულად და ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს. უფალს ვთხოვ, იყოს თქვენი შემწე და ჩვენი თანადგომის იმედი დარწმუნებული ვარ ყოველთვის გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებთ, ისე იმ სიტყვას გამოვიყენებ, დარწმუნებული ვარ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა ამ საქმიანობისთვის, აქამდე გაწებული საქმიანობისთვის და დარწმუნებული ვართ მომავალშიც ძალიან ბევრს გააკეთებთ. ძალიან მოკლედ თუ ვინმეს გნებავთ კიდევ ორი ამ საკითხზე აზრის გამოთქვა, მე მოგცემთ ამის საშუალებას. თუ არა და შემდეგ საკითხზე გადავალ. კარგით, მაშინ უერთდები. ხდებით. მაშინ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. წარმატებები. 2 წუთი შესვენება და გადავალთ შემდეგ საკითხზე. კომიტეტის წევრებს ვთხოვ, არ დატოვოთ დარბაზი, ბატონ ანდრის გავაცილებ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.
ბატონებო, არ დავკარგოთ დრო. დავიწყებ განხილვას და ვინაიდან შემდეგ ბიუროა, უნდა მომემზადო ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დაიწყებს მოხსენებას ბატონი გრიგოლი, მე ბატონ გიაბენაშვილს ვთხოვ, რომ წარუძღვეს სხდომას, ესე იგი, ამ მეორე ნაწილთან დაკავშირებით. ბატონო გრიგოლ, გთხოვთ. მოგესალმებით პატრიცემულო კომიტეტის წევრებო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საინტერესო ფორმატში თანამშრომლობისათვის, იმ ხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ იჩენთ თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. სწორედ თქვენი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების გაძლიერებისათვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავრობის გადაწყვეტილება და თქვენი მხარდაჭერა თავდაცვის ბიუჯეტის მზარდი დინამიკის შენარჩუნების კუთხით. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის ბიუჯეტი 2025 წლისათვის არის 1,730 მილიარდი ლარი და ეს მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის გეგმას, რაც დამტკიცებული ჰქონდა პარლამენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს მეტ საშუალებას, მეტი ძალისხმევა გავწიოთ ჩვენი სამხედროების ზრუნვისათვის. თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სამხედროების ხელფასები, გაუმჯობესებულია ჯარის ინფრასტრუქტურული და კვებითი პირობები. ბოლო 2 წელიწადში სამხედროების ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ბოლო 5 წლის განმავლობაში საკონტრაქტო სამსახურის რიგითი წოდებრივი სარგო თითქმის გაორმაგდა და დღეს არის 1947 ლარი. თქვენ იცით, რომ ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხედროების დაფასებისა და ამ სამსახურისადმი წარსულში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების აღმოსახრელად, რა თქმა უნდა, სხვა ღონისძიებებთან ერთად. სამხედროებზე ზრუნვის პოლიტიკის გაგრძელებაა სოციალური მხარდაჭერის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ჩვენი სოციალური პოლიტიკა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს, ეს არის განათლების ხელშეწყობა, სოციალური შეღავათები, საცხოვრებელი პირობები და ბინებით უზრუნველყოფა, დააჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თითოეულ მათგანს რომ შევეხოთ მოკლედ, სოციალური პროექტები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების მიზნით უზრუნველყოფს მოსამსახურეებისათვის სხვადასხვა სახის სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენას. სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე, რომელიც განიხილავს ინდივიდუალურ შემთხვევებს. ასევე არსებობს დანამატები მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, გარდა ამისა, შვილის შეძენის შემთხვევაში არის 1000 ლარი გათვალისწინებული. ზღვრულ ასაკს მიღწეულ სამხედრო მოსამსახურეებს ტრანზიციის პროგრამაში სამოქალაქო სექტორში ადაპტაციისათვის ხელშეწყობის მიზნით ჩართვის შესაძლებლობა გააჩნიათ, ამისათვის არსებობს სპეციალური პროგრამები, სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში გადიან მათ მიერ შერჩეული სპეციალობების მიხედვით გადამზადების პროგრამას, ასევე მაღალია მაჩვენებელი თვითონ თავდაცვის სისტემაში ყოფილი სამხედროების დასაქმების. რაც შეეხება განათლების ხელშეწყობას, უბაღლესი განათლების და სარეზიდენტო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროში დანერგილია სოციალური პროგრამა, რომლის პარკლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს ავტორიზებულ სასწავლებლებში უფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 ლარისა. აკრედიტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას ეძლევათ მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის მინისტრის სახელობის სტიპენდია, რომელიც წარმოადგენს 750 ლარს. 2024 წელს ამ მიმართულებით სწავლა დაუფინანსდა 2172 ბენეფიციარს, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდია გაიცა 258 ბენეფიციარზე. 2025 წელს სწავლა დაუფინანსდა 819 ბენეფიციარს, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდია გაიცა 153 ბენეფიციარზე. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული სამხედროებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. ასევე 2024 წელს ამ კატეგორიას დაემატა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსება. რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრო მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, კერძო კომპანიებთან, რაც უწყების მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციების მომსახურებებზე ისარგებლონ შეღავათიანი პირობებით, ფასდაკლებებით. სამინისტროს მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ სოციალური სახის შეღავათები მიიღონ 60-მდე ორგანიზაციაში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება მემორანდუმების გაფორმება სხვადასხვა კერძო კომპანიებთან. არსებობს სპეციალური სოციალური მხარდაჭერის ვებგვერდი, სადაც ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ სამხედრო მოსამსახურეებს და სისტემის თანამშრომლებს. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს და ბინებით უზრუნველყოფას, სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამხედროების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ბინებით უზრუნველყოფას. სამინისტროში შექმნილია საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში საკუთრებაში გადაცემის კომისია, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეებს შესაძლებლობა აქვთ დაიკანონონ თავდაცვის უწყების ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართები, რომელსაც ფაქტობრივად წლების განმავლობაში ისინი ფლობდნენ. ამასთან ერთად სამინისტროში ფუნქციონირებს საბინაო პროგრამა ჯარის ქალაქი ბახათას მთაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბინების სამხედრო მოსამსახურეებს 50%-იანი თანადაფინანსებით და მრავალწლიანი შიდა განმავლობით ეძლევათ. პროექტი გრძელვადიანია, რომლის ფარგლებში სამინისტრო კვლავ გააგრძელებს თანადაფინანსებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობას. და ეს როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის კოდექსითაც არის გარანტირებული და სახელმწიფოს ეს ვალდებულება გააჩნია. რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, შექმნილი არის ბინაჩვენებლობის ამხანაგობა და სწორედ ამის ფარგლებში ხდება ბინებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება დაჭრილ დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვას, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებზე ზრუნვას. სამინისტრო სისტემის მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანების მქონე დაჭრილი მოსამსახურეები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი ფართებით. ამასთან დაჭრილ დაშავებული მოსამსახურეების საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს გერმანულ კომპანიასთან, რომელიც დარგის ლიდერი კომპანიაა მსოფლიოში. კომპანიის სახელწოდებაა ოტობოკი. 2023-2024 წლებში აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობით ყველა დაჭრილ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც საჭიროებდა პროთეზების შეცვლას, ჩაუტარდა ზედა და ქვედა კიდურების, ასევე თვალის პროთეზირება. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა დაჭრილ დაშავებულთა მხარდაჭერის ფონდთან, რომლის ფარგლებში მძიმე და ნაკლებად მძიმე სხეულის დაზიანების ხარისხის მქონე მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს უფინანსდება სამედიცინო სერვისები, მედიკამენტები, საგანმანათლებლო პროგრამები და კურსები, ასევე ფონდი მხარდაჭერას უცხადებს ბენეფიციარებს გარემოს ადაპტაციის საკითხებში. გარდა აღნიშნულისა, თავდაცვის სამინისტრო ხელს უწყობს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, რომლის მიზანია მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ ჩვენი ბიჭები. ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სამინისტროს მოსამსახურეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია პერსონალის და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობასა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს. არსებული სადაზღვევო პაკეტი საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვისაც ონლაინ რეჟიმში მომსახურების შესაძლებლობასაც იძლევა. ამასთან ოჯახის ეკიპთან ვიზიტის დაგეგმა, ექიმ სპეციალისტთა კონსულტაციაზე ჩაწერა და ელექტრონული ანაზღაურების სერვისით მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის საშუალებითაც.
სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობისას გაჩენილი პრობლემური გარემოებების და ხარვეზების არსებობისას 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტთან დაკავშირება. საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს ისარგებლონ გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტებით. 2024 წლიდან გაიზარდა იმ პირთა წრე, რომლებიც შეძლებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების სარგებლობას მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში. კერძოდ თუ აქამდე ცენტრი ემსახურებოდა მხოლოდ დაჭრილ დაშავებულ მოსამსახურეებს, ეხლა უკვე არსებული სერვისები ხელმისაწვდომია თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრებისათვის. რა თქმა უნდა, სამინისტრო შემდგომ წლებშიც გააგრძელებს ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას. პატივცემულო დეპუტატებო, დროის სიმცირიდან გამომდინარე ეს არის მოკლე მოხსენება იმ სოციალურ პაკეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სამხედრო მოსამსახურეებისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის, კითხვების შემთხვევაში შემიძლია დამატებითი ინფორმაციებიც მოგაწოდოთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გრიგოლ. პატივცემულო დეპუტატებო, თუ გაქვთ კითხვები, გთხოვთ დაუშვათ ბატონ გრიგოლს. ბატონ გრიგოლ, მე მაქვს ერთი კითხვა, თუ შეიძლება ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამებზე ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ. მადლობა. მოგახსენებთ, როგორც მოგეხსენებათ, ვეტერანებზე ზრუნვა, ასე ვთქვათ, კომპეტენცია პირდაპირ ეს არის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის, თუმცა ბუნებრივია ჩვენი მიმართულებითაც არაერთი ვეტერანი არის თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული და მაქსიმალურად ექცევათ ყურადღება იმ პროგრამების ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. მადლობა, ბატონო ვიქტორ ჯაფარიძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. ვერ მოვისმინე ბოდის ხიხით. ოჯახის წევრებზე ვრცელდება თუ არა სადაზღვევო მსახურება პაკეტი? დიახ, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებზეც ვრცელდება სადაზღვევო პაკეტები და სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაუმჯობესებელი პაკეტის არსებობა. ანუ სრულად აფინანსებს სამინისტრო დაზღვევის პაკეტს. დიახ, თუმცა თუ გაუმჯობესებული პაკეტის სურვილი არსებობს, რა თქმა უნდა, და შეუძლია მინიმალური რა შედის ამ პაკეტში სადაზღვევო პაკეტი? რამდენი პროცენტიანი დაფინანსებაა დაზღვევის მომსახურებაში? ანუ აქ პრაქტიკულად სხვადასხვა პროცენტები არის სხვადასხვა მიმართულებით, იმის მიხედვით თუ რა სერვისი ესაჭიროება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დაზღვევა აქვს ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს. მადლობა თქვენ და სამინისტროს. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გრიგოლ. მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. ძვირფასო კოლეგებო, ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია.